მოგზაურებისთვის განკუთვნილ ნებისმიერ გზამკვლევში შეიძლება იპოვო პოპულარული ტურისტული ადგილები, თუმცა მათი დიდი ნაწილი უკვე საკმაოდ მოსაწყენი და მოსაბეზრებელია. დღევანდელ ვიდეოში კი შეგიკრიბეთ უნიკალური ტურისტული ღირსშესანიშნაობები, რომლებიც სახიფათოდ ითვლება, მაგრამ სამაგიეროდ ადრენალინის ახალი დოზით დაგმოხდავთ. ალბათ რთული დასაჯარებელია, რომ აუზი შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ მოიცადეთ სანამ ამას არ ნახავთ. My God! Look at this! This is crazy! ასე გამოიყურება ვიქტორიას ჩანჩქერზე მდებარე ეშმაკის ბუნებრივი აუზი. მშრალ სეზონზე ტურისტებს არა მარტო ამ აუზში ბანაობა, არამედ მის კიდესთან მიახლოება შეუძლიათ. წლების განმავლობაში ბუნებრივად ჩამოყალიბებული მცირე ქვის კედელი ადამიანებს ჩანჩქერიდან გადავარდნისგან იცავს. სამაგიეროდ ქვემოთ ჩახედვა და იმის დანახვა თუ როგორ ეშვება ამ სიმაღლიდან უზარმაზარი შთამბეჭდავი წყლის ნაკადი ნამდვილად გამოგივათ. ამბობენ, რომ ამ აუზში მოსახვედრად არ არის აუცილებელი ადამიანი აქვამენი იყო. გამოცდილი კიდების ზედამხედველობით აქ ნებისმიერ შეუძლია შესვლა. მთავარია უსაფრთხოების წესები დაიცვათ და, რა თქმა უნდა, წყალში შესვლა ბოლო მომენტში არ გადაიფიქროთ. თუმცა ამ ოფსკროლის შემხედვარე ამის გაკეთება რთულია. სამაგიეროდ ყველა, ვინც აქ არის ნამყოფი, ერთხმად ამბობს, ამის ნახვა ნამდვილად ღირდა. ჩინეთის შანსის პროვინციაში ჰუაშანის მთაზე მდებარეობს სიკვდილის ბილიკი, რომელიც ირონიულად ზეციური კიბით იწყება. მოგზაურებს ჯერ ძალიან მკვეთრი აღმართის გადალახვა. შემდეგ კი ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე მდებარე წარმოუდგენლად სახიფათო მარშრუტის გავლა უხდებათ. Da geht's runter. Wenn ich mich da dann hinsetzen würde, könntest du mich dann fotografieren? Dann mache ich auch ein Foto von dir, ja. ჩაოლებრივი ბილიკის ნაცვლად აქ მხოლოდ ვიწრო ხის დაფები და მყიფე საყრდენებია, რომლებიც ნდობას ნამდვილად არ იწვევენ. წარმოიდგინეთ, უზარმაზარ სიმაღლეზე ვერტიკალურ კლდეზედ გახართ, ხოლო ფეხქვეშ მხოლოდ მერყევი ფიცრებია. ასეთ მარშრუტზე გავლის გამბედაობა ყველას არ აქვს, მაგრამ თუ შიშს დაძლევთ და ჩინეთის 5 წმინდა მთიდან ერთ-ერთზე გაივლით, თქვენს წინაშე განსაცვიფრებელი პეიზაჟი გადაიშლება. შთაბეჭდილებები კი მთელი ცხოვრება გაგყვებათ. შეიძლება იფიქროთ, რომ მთაზე ასვლა უფრო მარტივი იქნება თუ კიბით წახვალთ და არა ჩვეულებრივი ბილიკით. ოღონდ არა ამ შემთხვევაში. ჰავაიზე მდებარეობს საოცარი ბილიკი სახელად ჰაიკუ. 1942 წელს ის სამხედროებისთვის აშენდა, რომლებსაც მწვერვალზე მდებარე ანტენებამდე უნდა მიეღწიათ. დღეს კი ამ კიბეზე მხოლოდ ის ტურისტები ადიან, რომლებსაც 850 მეტრის სიმაღლის ქარაფზე ასვლა სურთ. იქიდან უბრალოდ თვალწარმტაცი ხედი იშლება, მაგრამ მისი დასატკბობად თითქმის 4000 საფეხურის გავლა დაგჭირდებათ. ზოგიერთ მონაკვეთში აღმართი იმდენად ციცაბოა, რომ ტურისტებს თავბრუც კი ეხვევათ. თუმცა სრულიად შესაძლებელია ეს სიმაღლის კი არა პეიზაჟის შოკის მომგვრელი სილამაზის ბრალი იყოს. ჩვეულებრივ დაკიდებულ ხიდზე გავლას ბევრი ვერ ბედავს. აი ჰუასის გასართობ პარკში მდებარე მინაზე გავლას კი საერთოდ დიდი სიმამაცე სჭირდება. ხიდი 518 მეტრის სიგრძისაა, 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გამძლე მინის პანელებისგან არის დამზადებული. ბევრს ეს ზედმეტად საშიშად ეჩვენება, მაგრამ მინა 4 ტონაზე მეტ წონას უძლებს. მათთვის, ვისაც სიმაღლის შიში აქვს, ქვემოთ დახედვა და ფეხქვეშ ამ ხეობის დანახვა ცალკე კოშმარია. ასეთ სიმაღლეზე ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება. სხვათა შორის ეფექტის გასაძლიერებლად ხიდის შემქმნელები დაამატეს ხმოვანი და ვიზუალური ეფექტები. თითქოს მინა იბზარება. წარმოიდგინეთ, რა მოუვათ ადამიანებს, რომლებიც ასეთ ბონუსზე არ გააფრთხილეს. შემდეგი გასართობი კი მხოლოდ გამოცდილი და კარგად მომზადებული ველოსიპედისტებისთვის არის. რატომ? იმიტომ, რომ ეს ველომარშრუტი საერთოდ არ გავს ჩვეულებრივ ბილიკებს. ის მიტოვებულ მაღაროში მდებარეობს და ექსტრემალები მთელი მსოფლიოდან სწორედ მასზე გიждდებიან. ბევრი სპეციალურად ჩადის სლოვენიაში, რათა ამ უნიკალურ ტრასაზე ადრენალინი გამოსცადოს. ტრეკზე არის როგორც მშვიდი მონაკვეთები, სადაც შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ, ასევე რთული, სადაც სრული კონცენტრაცია და საკუთარი უნარების მობილიზება დაგჭირდებათ. ამ გზას შავი ხვრელი ტყუილად არ შეარქვეს. ამ სიბნელეში არასდროს იცით შემდეგი მოსახვევის მიღმა რა იმალება. ვინ თქვა, რომ ზამთარში ცივ რეგიონებში არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევაში ექსტრემალებისთვის ეს პრობლემა ნამდვილად არ არსებობს და აი ამის დასტური.
მოგზაურობა წყალქვეშა ქალაქში, რომელიც გამოქვაბულების, გვირაბების და აისბერგებისგან შედგება. სწორედ ასე აღწერენ მოგზაურები ყინულქვეშა დაივინგს ბაიკალის ტბაზე. ასეთი გასართობისთვის გამბედაობა ყველას არ ყოფნის, ასე რომ ისინი, ვინც ყველაფრის მიუხედავად გიგანტურ გაყინულ ტბაში მინუს ტემპერატურაზე ჩადიან, თავის საქმეზე ალბათ გულწრფელად არიან შეყვარებული. მით უმეტეს მათ წყალშემოსახვედრად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ამცისკენ ყინულის გაჭრა ხომ რთული სამუშაოა, მაგრამ ამათ ნამდვილად ღირს. თავად დაფიქრდით, გაყინული ტბა ვის არ უნახავს, მაგრამ მისი ამ რაკურსით დანახვის ბედნიერება მხოლოდ ერთეულებს ჰქონიათ. აი კიდევ ერთი ადგილი მათ შორის, რომელიც მხოლოდ მსოფლიოს ერთ ქალაქში, დუბაიშია. ამჯერად აქ ააშენეს მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი. ოღონდ ეს არ არის უბრალოდ ფილებით მოპირკეთებული 60 მეტრიანი კედელი. ეს ნამდვილი წყალქვეშა ქალაქია. დაივერები, რომლებსაც ჩვეულებრივი რიფების ნახვა მობეზრდათ, ამ ადგილს სიამოვნებით სტუმრობენ. დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გქონიათ ასეთი სიზმარი. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცისთვის ეს სიზმარი კი არა რეალობაა, რამე თუ ფრენა მისი საყვარელი ჰობია. დოლომიტის ალპებში ასეთი ადამიანებისთვის არსებობს უჩვეულო გასართობი. სპეციალური საფრენი კოსტუმებით, ვინგსუიტით ეს მამაცი ბიჭები ციცაბო კლდეებიდან და მწვერვალებიდან ხტებიან, რათა საკუთარ თავზე გამოსცადონ ნებისმიერი ადამიანისთვის შეუდარებელი შეგრძნება, რომელიც თან ფრენას ახლავს. მართალია, ასეთი ექსტრემი მხოლოდ პროფესიონალებისთვის არის ხელმისაწვდომი. იმისთვის, რომ ვინგსუიტით ფრენის უფლება მიიღონ, მათ პარაშუტით ასობით ნახტომის გაკეთება უწევთ. მაგრამ სანაცვლოდ იღებენ ულამაზეს ხედებს, რომლებიც ჩვეულებრივ მხოლოდ ფრინველებისთვის არის ნაცნობი. ნიანგთან პირისპირ შეხვედრა მსოფლიოში ყველაზე ცუდი დიად ჟღერს, ხომ ასეა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ავსტრალიაში ტურისტებს გიგანტურ მშიერ ნიანგთან აუზში ცურვას თავაზობენ. ცხადია, ამას მათ დასაპყრობლად არ აკეთებენ. ჩაძირვის მომენტში ადამიანები მყარ კაფსულაში არიან, რომელიც ერთის მხრივ მათ მტაცებლისგან იცავს, მაგრამ მეორეს მხრივ საშუალებას აძლევს ნიანგთან ზედმიწევნით ახლოს იყვნენ. ყველაზე გამძლე ბარიერსაც კი არძალავს ადრენალინის იმ დოზის შემცირება, რომელსაც ადამიანები მაშინ განიცდიან, როდესაც მათი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრში გიგანტური მშიერი ნიანგი პირს აღებს. ისლანდია სახელგანთქმულია თავისი ძალიან რთულად წარმოსადგმელი სახელების მქონე ვულკანებით. არც ეს ვულკანია გამონაკლისი. ის დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და მისი პოვნა საკმაოდ იოლია. ტურისტების დიდი ნაკადი გზას თავად მიგანიშნებთ. ასობით, თუ არა ათასობით ადამიანი რეგულარულად ჩამოდის აქ, რათა ვულკანის ამოფრქვევა საკუთარი თვალით იხილოს. შემდეგ კი გაქვავების პროცესში მყოფი ლავის ახლოდან ყურებით დატკბეს. თავისი ადგილმდებარეობის წყალობით ვულკანურ პროცესებზე დასაკვირვებლად ეს ვულკანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევა. ის არც ისე მაღალია, როგორც სხვები და გარშემორტყმულია მთებით, რის გამოც თუნდაც პატარა ბორცვიდანაც კი ნათელ მდუღარე ლავაზე გასაოცარი ხედი იშლება. ცირკის არტისტებისთვის, რომლებიც ექსტრემალური ტრიუკების შესრულებას უკვე მიჩვეულები არიან, ეს ალბათ მარტივი გასაერთნებაა, ხოლო ყველა დანარჩენისთვის ნამდვილი გამოცდა. შვეიცარიულ ალპებში არსებობს უჩვეულო ბილიკი, რომელიც მიწიდან 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტურისტებს თავაზობენ მინის ხიდზე, წვრილ კანატზე ან დიდ უფსკროლზე გაჭიმულ ბადეზე გადასვლას. თუ პირველ შემთხვევაში კიდე შეგიძლია თვალები დახუჭო და რაღაცნაირად გადაიარო, აი ქარში კანატის ან ბადის გამოცდა უკვე საერთოდ საშინლად გამოიყურება. მით უმეტეს, რომ ყველაფერ ამას უსაფრთხოების დამსხვევი აღჭურვილობის გარეშე უნდა გაუმკლავდე. ალბათ ბევრი ვინც ამ ბილიკზე ფეხს პირველად ადგამს, მაშინვე ივიწყებს ალპების სილამაზეს და მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს, როგორმე სახლში მშვიდად და უვნებლად დაბრუნდეს. როცა ყველა მთა უკვე გამოცდილი და ყველა ცნობილი ბილიკი უკვე გავლილია, ტურისტები ახალი, უჩვეულო მარშრუტების პოვნით არიან დაკავებული. სწორედ ასე აღმოჩნდა ბევრი ისლანდიის ყინულოვან გამოქვაბულში. ეს ადგილი უნიკალურია იმით, რომ თავიდან ბოლომდე ბუნების მიერ არის შექმნილი და კიდევ იმით, რომ იქ მოხვედრა არც ისე ადვილია. იმისთვის, რომ კრისტალურად ლურჯი ყინულის გამოქვაბულში მოხვდე, საჭიროა ღრმად შეაღწიო მყინვარებში. ეს ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობაა, მაგრამ ის, რასაც ადამიანები მიზნის მიღწევისას ხედავენ, გაწეულ ძალისხმევად ნამდვილად ღირს. ასეთი გამოქვაბულების მონახულება მხოლოდ ზამთარში შეგიძლიათ, როდესაც წყალი იყინება და ყველა ტურისტის თვალწინ უნიკალური სანახაობა იქმნება. თუ კი ვინმე მომდევნო წელს უკან დაბრუნებას გადაწყვეტს, გამოქვაბული უკვე აბსოლუტურად სხვანაირი იქნება. ეს ნამდვილად ისეთი გამოცდილებაა, რომლის მიღებაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნეპტუნის კუნძულზე, ადგილზე, სადაც დაივერებს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ თავგადასავალს თავაზობენ. გაშლილი ხელის სიგრძეზე მყოფი ზვიგენის კბილების საკუთარი თვალით დანახვა სიცოცხლის საფრთხის გარეშე. ეს უნიკალური ტური სამხრეთ ავსტრალიის კუნძულებიდან იწყება, მაგრამ ნამდვილი გამოცდა წყალქვეშ, თეთრი ზვიგენების სამფლობელოში გელოდებათ. ჩვეულებრივ ასეთ წყლებში ჩაყვინთვა სასიკვდილოდ საშიში იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ სპეციალურად კონსტრუირებული მეტალის გალიით ჩადიხართ. ისია შექმნილი, რომ არც ერთ ზვიგენს არ შეეძლოს თქვენამდე მოხვედრა, თუმცა საფრთხე მაინც აუცილებელია. ერთი დიდი ღიობი მტაცებელს ძალიან ახლოს მოსვლის საშუალებას აძლევს. ტურისტებს მკაცრად ურჩევენ, რომ გალიის კიდეებს არ მიუახლოვდნენ და განსაკუთრებით მას არ ჩაეჭიდონ, როცა ზვიგენი ახლოს დაცურავს. სასურველი აქ მხოლოდ შიშის გრძნობა დაუკარგოთ და არა თითები. კალიფორნიელები უბრალოდ აღმერთებენ ჰაიკინგს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯილდოდ ასეთ თვალწარმტაც ხედებს იღებენ. თუმცა ამ პეიზაჟის სანახავად ნამდვილად გარჯა მოგიწევთ. გრანიტულ მონოლით ჰალფ დომზე ასვლა საკმაოდ სერიოზული გამოცდაა. ბილიკი იწყება ველურ ბუნებაში და თანდათან მაღლა ადის, მაგრამ ყველაზე დიდი სირთულე ბორცვზე იწყება. იქ ბილიკი ფაქტობრივად ვერტიკალურ მარშრუტზე გადის, რომელსაც კიბე მხოლოდ ფორმალურად შეიძლება უწოდოთ. გზაზე დამაგრებულია ხის საფეხურები და გაჭიმული თოკები, რომლებსაც ტურისტები ებღაუჭებიან, რომ არ ჩამოვარდნენ. მაგრამ ასეთ დამცავ მოწყობილობებთან ერთადაც კი მაინც ზედმეტად საშიშად რჩება. მთელი მარშრუტი, ანუ ასვლა და ჩამოსვლა 10-დან 12 საათამდე იკავებს და ადამიანს მთელ ენერგიას აცლის. მაგრამ ასეთი ხედების დასათვალიერებლად ალბათ ყველა სირთულის გადალახვა ღირს. კიბე, რომელიც გულისცემას აგიჩქარებთ, ავსტრიაში მდებარეობს. აქ არის ცნობილი მარშრუტი მთასვლებისათვის, რომელიც თავიდან საკმაოდ უწყინარია, თუმცა მალევე სიმაღლის მოყვარულებს ნამდვილ გამოცდასთან, ცაში მიმავალ კიბესთან შეჯახება მოუწევთ. ამ კიბეზე ასვლა ფიზიკურად არც ისე რთულია, მაგრამ აი მორალურად წარმოიდგინეთ, როგორია საკუთარ თავს დააძალოთ ამ კიბეზე ასვლა. თან როცა იცით, რომ ყოველ ჯერზე როცა ქვემოთ გადაიხედავთ, აი ამას დაინახავთ. თავბრუსხვევა ხომ არ იგრძენით, თან თქვენ ამას ეკრანიდან უყურებთ. ახლა ალბათ ხვდებით, როგორი გამბედავები არიან ადამიანები, რომლებიც ამ ადგილს სტუმრობენ. ეს ის გამოქვაბული ხომ არაა, სადაც ბეტმენის საიდუმლო თავშესაფარი მდებარეობს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ არა კომიქსების, არამედ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ. თუმცა ეს ღამურების გამოქვაბულამდე მოგზაურობას შთამბეჭდაობას არ აკლებს. კამბოჯაში მოგზაურობისას ასობით ტურისტი ამ ადგილს თავის მარშრუტში ტყუილად არ ამატებს. მით უმეტეს მისი მონახულება აბსოლუტურად უფასოა. ერთადერთი რაც გჭირდებათ, ეს კლდემდე მისვლაა. შესასვლელი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. როგორც წესი, ახლოს გახსნელია მყუდრო კაფე, სადაც ხალხი უნიკალური სანახაობის მოლოდინში იკრიბება. შემდეგ კი ეს იწყება. ასობით ათასი, ზოგჯერ კი მილიონობით ღამურა უწყვეტი ნაკადით ტოვებს თავის საცხოვრებელს. ამის საკუთარი თვალით დანახვა ნამდვილად ისეთი გამოცდილებაა, რაც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ. ხალხი ინდოეთში ცნობილი სალოცავების და პოპულარული ქალაქების სანახავად ჩადის, მაგრამ არსებობენ ისინიც, ვინც ცოტა უცნაურ და მოულოდნელ ღირსშესანიშნაობებს ირჩევს. მაგალითად, კლდის მწვერვალზე მდებარე ფორტს, თუმცა სიმართლე გითხრათ, მთავარი ღირსშესანიშნაობა აქ ფორტისკენ მიმავალი გზა. მასთან მისაღწევად ტურისტებს 200 საფეხურის ავლა უხდებათ. უცნაური კიბე პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი და 80 გრადუსიანი კუთხით არის განლაგებული. ემოციების სრულ პალიტრას მაშინ მიიღებთ, როცა ჩამოსვლას დააპირებთ და ქვემოთ ჩაიხედავთ. ასეთი სანახაობისას ტაუ დაგაყრით. ზოგიერთი ექსტრემალი საერთოდ წვიმიან ამინჩიდას კი რისკავს ასვლას. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია კარგი კონცენტრაცია, რომ სველ კიბეზე ფეხი არ დაგიცდეთ და შენ მშვიდობით დაბრუნდეთ. ამით კი დღევანდელი ვიდეო დასრულს მივახლოვდა. მადლობა რომ უყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.